აი ზუსტად ამ მომენტში, როდესაც ტექსტი უნდა დამეწყო, ამ არსებულ მოვლენებზე საუბრით, ხედავთ, რომ პოლიცია ამიწრავებს მოქალაქეებს, ისინი არ აძლევენ ადამიანებს ეს საშუალება, რომ გაიშალონ და სრულად მოიცვან საავტომობილო გზა. ჩვენ ახლა მეტ დეტალს უშუალოდ იმ ადამიანებისაგან მოვისმენთ, რომელსაც შევაპარაკებთ პოლიციასთან. თამუნა, რატომ არ აძლევთ ამ ადამიანებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას? ხომ არის საკმარისი რაოდენობა, რატომ არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ აი ხედავთ ახლა, რომ მოქალაქეები მაინც გადმოვიდნენ გზაზე. რატომ არ აძლევთ საშუალებას? საკმარისი რაოდენობაა. ვერ ხედავთ, რომ საკმარისი რაოდენობაა? რატომ არ აძლევთ საშუალებას ამ ადამიანებს? გითხარით? ხედავთ ამ მომენტში, მაშინ როდესაც მშვიდობიანად მოდიოდნენ მოქალაქეები, პოლიციამ არ მისცა იმის საშუალება, რომ გაეგრძელებინათ გზა, თუმცა როგორც ხედავთ, შედარებით განიმუხტა სიტუაცია და უკვე მიეცათ აქციის მონაწილეებს იმის საშუალება, რომ გარიკავდეს გადაესწრაფოთ. მე ხარისებ დათუნა დანელი არის ჩვენთან ერთად, რომელიც მათ შორის პოლიციასთან შელაპარაკების პროცესში ჩართული იყო. დათუნა, როგორ ფიქრობ, რატომ არ გაძლევდათ პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას, როდესაც აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობა ხარ? ეს ყობახის განცხადება ნახეთ, რომ თქვა, რომ ხალხი ძალიან ცოტაო, პროტესტი აღარ არისო. ზუსტად ნახეთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. დღეს არის 32 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან. 32 წელი გავიდა იმ კინოური დღიდან, იმ ტრაგიკული დღიდან, რაც საქართველოს გამოიარა და ესენი მართლაც რუსული რეჟიმის ხელწერა არის ეს, რასაც პოლიცია, ეს არა ქართული პოლიცია. ქართული პოლიცია არის ხალხის მხარეს, მაგრამ ზუსტად ესენი არ აკეთებენ და სასაც უნდა აკეთებდნენ, ხო? რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს ბევრი ხალხი გამოვიდა და ესე იქცევა პოლიცია, თქვენ ნახეთ, რომ ხალხმა როგორ თავის ძალით გამოიჩინა ინიციატივა და გადაკეტა მთელი გზა. აი ესე 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. გარეთ და რუსულ რეჟიმმა უბრალოდ დამარცხეს და ერთადერთი რამ რევოლუცია, მშვიდობიანი რევოლუცია და ამას ვერავინ ვერ უარყოფს რა. დიახ, ამის მწამს და მჯერა და თვითონმა ქართველმა მოქალაქეებმა უნდა დაიჯეროს რევოლუციის და 4 ოქტომბრის და უსწრებს ყველაფერი გამოვა. კარგი, მართალია პოლიციამ გეგმა შეგვიცვალა და კითხვის რაკურსით აბსოლუტურად შეიცვალა, რადგან ისინი არ გაძლევდნენ გადაადგილების საშუალებას, თუმცა ვიცი, რომ გაქვს რაღაც გარკვეული ისტორია, მშობელი იბრძოდა, როგორც ვიცი, მამა. აი ამაზე რომ მოგვიყვე, რადგან დღეს ეს ადამიანური ისტორიები და ქართული ხალხის ბრძოლა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. დიახ, მამა ჩემი 20 წლის იყო აფხაზეთის ომში რო წავიდა. საუმრა და სახლიდან ისე წავიდა, რომ მშობლებმა არ იცოდნენ და კადრი არსებობს, სადაც ბებიაჩიმა ჩააკითხა მას აფხაზეთში. და მე როგორ შეიძლება რუსულ რეჟიმს თავი დავუხარო. როდესაც მამაჩემი რუსებს ებრძოდა აფხაზეთის ომში და აგვისტოს ომში. მე მას დაკარგულად ვერ ჩავთვლი, ჩემინებით არ დამეთმია. ჩემ სიცოცხლეში არასდროს ბოდიშს არ მოუხდი გურამ გაბისკირიას მკვლელებს, ჟიული შარტავას მკვლელებს და იმ გმირების მკვლელებს და აი არ ვიცი როგორ აღწერო, არ ვიცი, ყველაფერს გადავდებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსული რეჟიმი არ იყოს საქართველოში ერთი რიგითი მოქალაქე, ერთი რიგითი ჯარისკაცი და ჯარისკაცის შვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უკეთესი მომოსვლა ჩემი სამშობლოსთვის ვიქნა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დღეს აქ ბევრი ახალგაზრდა არის შეკრებილი, აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ეს აქციაც გამოირჩევა იმით, რომ მრავალფეროვან ადამიანებს აერთიანებს, თუმცა ახალგაზრდებს განსაკუთრებით საინტერესო ისტორიები აქვთ მოსაყოლი მშობლების თაობიდან გამომდინარე. მარიკო ცომაია არის ერთ-ერთი ასეთი, რომლის ოჯახიც იძულებით გამოყარეს აფხაზეთიდან. მარიკო, მოგვიყევი შენც ეს ადამიანური ისტორიები გავაცნოთ საზოგადოებას. ბატონო, სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულიც არის, რომ მე დღეს აქ რო ვდგავარ, რადგან იმდენი რამ გამოიარეს, რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეძლეს და გადარჩნენ ეგეთ სულ პერიოდში, რადგან დედაჩემი, რომელ თვითმფრინავზეც უნდა დამგზავრიყო და რომლითაც უნდა წამოსულიყო ჩვენს ოჯახთან ერთად აქ თბილისში, ის თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსებმა და ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ემსხვერპლა ამ ყველაფერს. მამაჩემი 16 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, რომ პირველი მის უბანში იყო პირველი ბიჭი, როგორც ამას მიყვება ხოლმე, რომ პირველი იყო, ვის გადაწყვიტა, რომ ომში უნდა წასულიყო და ის ფორმა უნდა ჩაიცვა და თავის ქვეყანა ბოლომდე უნდა დაიცვა და ზუსტად ამიტომ ამ სასწაულის გამო, რომ მათ შეძლეს და რაღაცნაირად არ ვიცი, გადმოსცეს ეს ბრძოლის ჟინი მე, რომ გამეგზელებინა ეს ყველაფერი, ბოლომდე აქ ვიქნები და დავიბრუნებ აფხაზეთს და ჩავიყვან ჩემს ოჯახს იქ.
გაისწრე ძალიან მალე. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე გვანცა ჯობავას ხედავ და გვანცას პოზიცია ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო, რადგან მისი მამაც იბრძოდა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ამიტომ საინტერესო იქნება ის ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები გვეტყვიან, მათ შორის მშობლების თაობასთან დაკავშირებით. აი, მანამდე მე მინდა სოფი სანიკიძეს მოვუსმინოთ. სოფი არის სტუდენტი და ყველა აქციაზე არის აქტიურად წარმოდგენილი. სოფი, გითხარი, შენთვის რას ნიშნავს შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რადგან ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ყველაფერს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რაც საქართველოს ძალიან დიდი და სერიოზული ბრძოლის ფასად მოიპოვა. ჩვენ უკვე 300-ზე მეტი დღე ვიბრძვით და არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ გამიმარჯვებთ ამ ბრძოლას, რათა ვიცხოვროთ ღირსეულ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოში. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვისმენთ სოფის მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კომენტარს. მე როგორც დაგპირდით, გვანცა ჯობავას მინდა დაველაპარაკო. გვანცა, გამოირჩევი ხოლმე ისტორიების მოყოლით, მათ შორის სოციალურ ქსელში. საზოგადოება გიცნობს როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენელს, მაგრამ დღეს 27 სექტემბერს გვითხარი ის ყველაფერი, რაც შენმა ოჯახმა გამოიარა იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და ყოფილიყო დამოუკიდებელი. პირველ რიგში დღეს არის სოხუმის დაცემის დღე და დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სამშობლოსთვის ბოლომდე იბრძოლა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა მოვდივართ მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში ამ ისტორიებით, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიებით. აფხაზეთს შეიძლება უშუალოდ არ უკავშირდება ჩემი ოჯახის ისტორია, იმიტომ რომ ეს ბევრად უფრო ადრე დაიწყო 60-იან წლებში, როდესაც მამაჩემი იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და შემდეგ უკვე ეროვნულ მოძრაობაში ის რეპრესირებული იყო ამ ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ სრულიად ახალგაზრდა 23 წლის თავისუფლების იდეებს ავრცელებდა. ჩვენ სისხლში გვაქვს ეს ბრძოლა ყველას და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ დღეს შევეგუოთ იმ რეალობას, რომ როდესაც სისხლით მოპოვებული თავისუფლება ხელთ გვიყრია, ეს დაუთმოთ რუსეთს ან დაუთმოთ რუსეთის ქვეშევრდომებს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ დიდება საქართველოს და გამარჯვება ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. სიმბოლური ახლა ირაკლი ჩარკვიანის საქართველოს ჟღერდება ამ მომენტში ასე მიდიან აქციის მონაწილეები რუსთაველზე. გამარჯობა, თქვენ ხართ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხართ ოჯახთან ერთად დღეს აქციაზე. რა საჭიროა იმ ქართველებს, რომლებსაც აქვთ იმის იმედი, რომ ეს მალე მოხდება თუ გვიან აუცილებლად დაამარცხებენ ბიძინა ივანიშვილს, როგორც უწოდებ ხოლმე მის რეჟიმს. რა გაქვთ დღეს სათქმელი სრულიად ქართული საზოგადოებისათვის ასეთ სიმბოლურ დღეს 27 სექტემბერს? მებრძოლი ხალხისთვის აქ სათქმელი არაფერია, მათ ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ვის დღეს არ იბრძვის, ვის დღეს ჩუმად არის, იმათმა უნდა იცოდნენ, რომ იმათი დუმილი დღეს უდრის ჩვენი შვილების მონობას ხვალ. ერთადერთისთვის აფხაზეთისთვის. დაუმარჯოს დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოს, რუსეთის გარეშე, ნატოს და ევროკავშირის წიაღში. გაუმარჯოს. ბატონო, დიდი მადლობა. გაუმარჯოს საქართველოს, ეს არის აქ მყოფი ადამიანების მთავარი სათქმელი. თქვენ აქ ხედავთ ბანეთთან დგანან ადამიანები, რუსებო სკანდირება ფონად. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აქ არიან შეკრებილები, არიან გაბრაზებულები, რადგან ქართულმა ოცნებამ დღეს ისიც კი გააკეთა, რომ ფაქტობრივად წითელი ლენტის მიღმა დატოვა გმირების ოჯახის წევრები. ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, ეს მოქალაქეები მაინც გამოემართნენ მშვიდობიანად, დემოკრატიულად და არაძალადობრივად რუსთაველის გამზირისკენ, თუმცა ჩვენ ახლა მელიქიშვილის გამზირზე ვართ, კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან. ეს ადგილი იყო ხოლმე ეპიცენტრი ბოლო დღეების და პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქ მყოფი ადამიანების კომენტარები კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რადგან სიმბოლურად გადაწყვიტეს, რომ გაჩერდნენ სწორედ კახაკალაძის შტაბთან იმ ადგილზე, სადაც ფაქტობრივად ძალიან ძიმე დაზიანებები მიაყენეს აქციის მონაწილეებს, ქალებს კისერს უგრეხდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. აქ არიან სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები. შეგვიძლია მაგალითად მოვისმინოთ ელენე ახობაძის კომენტარი საბა ხვიტარიძის დედის. საბა, უბრალოდ ქალბატონო ელენე, გამარჯობა კიდევ ერთხელ. საბა გამოკეტეს ციხეში უმიზეზოდ და უსამართლოდ, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრები. თუმცა ამის მიუხედავად თქვენც და სხვა მშობლებიც აგრძელებთ ბრძოლას თქვენი შვილების სახელით. რა გაქვთ დღეს სათქმელი, როდესაც ხედავთ, რომ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პრეზიდენტს უწოდებს, ვერც კი ბედავს, რომ რუსეთი ოკუპანტად მოიხსენიოს. ეს რისი სიგნალია თქვენთვის და როგორ ებრძვით, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე? ვერცერთი ვერ ასახელებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია რუსეთი, იმიტომ რომ თვითონაც რუსები არიან და რუსებს ემსახურებიან
და მაგათთან მსახურში გაბნეულები არიან. ჩემი ბრძოლა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვს და გვემახსოვრება რუსების მიერ ჩადენილი აფხაზეთში თუნდაც ჩვენი ქართველები როგორ აწამეს, როგორ წაგვართვეს აფხაზეთი. ეხლა ვითომ იგივე ისტორია უნდათ გაიმეორონ და ჩამოიყვანეს ჩეჩნები, როგორც ადრე, მაგრამ არ გამეორდება ისტორია და არ გავამეორებთ არც ერთ ვარიანტში. ბატონო, ნათია ლეთოდიანი ახლა მის კომენტარს მოვისმენთ, რუსებო მაინც ასე იყო ყვირის და ასე იძახის, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს მასთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები უნდა მივიდნენ და როგორც ცნობილია, პროცედურულად უნდა დაიწყო ნივთების აღწერა. ნათია, როგორც ჩვენს ვერ შეგაშინა ქართული ოცნების ამ ტერორმა და მაინც ქუჩაში ხარ და მაინც აქციაზე ხარ გამოსული. როგორია შენი მოლოდინი და როგორია შენი საბრძოლო განწყობა? რა უნდა წაიყო? ძალიან საინტერესოა ეს ფაქტი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, სახლიც კი არ არის შენ სახელზე. ეს რუსი ხელისუფლება მოტივაციას უფრო მაძლევს მსგავსი რეპრესიული ნაბიჯებით. მეც და ყველა ამ ადამიანს ეს მარტო მე არ მეხება. ესენი აპირებენ მე აფხაზეთიდან დევნილს, სოხუმიდან გადმოსულს დღეს რაღაცა მათი გამოგონილი უკანონო ეგრეთ წოდებული ჯარიმებით, რომელსაც მე პრინციპულად არ ვიხდი და არ ვაღიარებ, იმიტომ რომ ეს არის უკანონო. დღეს რაღაც მოძრავი ქონება უნდა დამიხადახონ, რომელიც სახლიც კი არ არის ჩემი, მე ბებია და ბაბუაჩემის სახლში, რაღაც კამი და მაგით და დაწყებული თუმე ყველაფერი უნდა აღწერონ და უნდა დააყადაღონ. მე აღსრულების პოლიციას უნდა გადასცენ ეს ნივთები, ეს ნუსხა, აღწერილი ნუსხა და შემდეგ დამიყადაღებენ, ალბათ ან აუქციონზე გაიტანენ, რა ვიცი, როგორც იურისტებმა ამეხსნეს. მოკლედ, ეს არის რაღაცა ტერორის ახალი სახეობა, ივანიშვილის რეპრესიული ნაბიჯების ახალი ტალღა, რომელიც რატომღაც გონიათ, რომ ვერც ხადაღებმა, ვერც ჯარიმებმა, სახისამომცნობმა კამერებმა ჩვენ ვერ დაგვაჩინა და ეხლა თურმე სარეცხი მანქანის გატანით ნაციას და ბევრ სხვა ჩვენ თანამებრძოლს, რომელიც ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით ქუჩაში, უკვე ამდენი 300 დღეზე მეტია, რაღაცა თურმე ამით შეგვაშინებენ. ეს არის გამორიცხული, არ გაუვა ივანიშვილს, ჩვენ არ გავწყდებით, გაწყდება ივანიშვილის რეპრესიული რეჟიმი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მე მაინტერესებს თქვენ რა გაქვთ სათქმელი დღეს, მაშინ, როდესაც ამდენი წლის შემდეგაც საქართველოს ყვა უწევს იმ ყველაფრისთვის ბრძოლა, რაც წლების წინ მოიპოვა. რას ეთქვით ბიძინა ივანიშვილის გუნდს დღეს სიმბოლურად 27 სექტემბერს? წავიდეს სახლში მშვიდობიანად, მეტი არაფერი. 4 დღე დარჩა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენს დაგვაცანით თქვენი პოზიცია დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რადგან დღეს არის სიმბოლური თარიღი. რა გაქვთ სათქმელი ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის, როდესაც ის ისევ გართმევთ მოპოვებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. უბრალოდ ვეღარ გავიგე, ვერ გავიგონე თქვენი რა გაქვთ დღეს სათქმელი სიმბოლურად 27 სექტემბერს ივანიშვილის გუნდისთვის? ბიძინა უნდა წავიდეს მშვიდობიანად. ეს ამაქვს მე სათქმელი, მეტი არა. მშვიდობიანად წავიდეს, თორე ლახაწავა მაგის საქმე. ბატონო, მადლობა. ასეთი იყო პოზიციები. ჩვენ დავინახეთ, რომ მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, მაინც მოქალაქეებმა შეძლეს დაიკავეს სრულიად სამანქანო გზა და ასე მიდიან პარლამენტთან. რა თქმა უნდა, მთავარი შეძახილებით ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ცეცხლი ოლიგარქიას, ფრაზა, რომელიც იქცა ბოლო პერიოდის აქციების სიმბოლოდ და ამბობენ, რომ ქართული ოცნების ტერორი მათ ვერ შეაშინებთ და როგორც დღეს მოუწია პოლიციას დათმობა, სწორედ ასე მოუწევს ქართულ ოცნებას დათმობა. ძალიან ბევრი მათგანი საუბრობს 4 ოქტომბერზე და ამბობენ, რომ ეს დღე იქნება საკვანძო საქართველოს ისტორიაში, რადგან ახლა უკვე მათი თქმით ქართულმა ოცნებამ უნდა აითვალოს პოლიტიკაში ყოფნის დღეები.